11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა. ქვეყანამ საზღვრების გარეთ საქონლის რეალიზაციიდან 262.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ქართული ღვინის გაყიდვების დიდი წილი ტრადიციულად რუსეთზე მოდის. 11 თვეში რუსეთს მთლიან ექსპორტში 67% უჭირავს. წლის ამ პერიოდში ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში ღვინის გაყიდვები 11.8%-ით გაიზარდა და 176 მილიონ 264.000 დოლარი შეადგინა. რატომ ვერ ერევა ბიზნესი რუსულ ბაზარს და ჩამოაქცევს თუ არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ღვინის ინდუსტრიას, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა. თამარ მარკოზაშვილთან გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი შემოგვერთდა სტუდიაში. თამარ, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირიქით მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. თამარ, ხო, აი პირველი კითხვაც მექნება ის როგორაც წარგადგინეთ. საკმაოდ ესეთი ხმაურიანი რეაქცია ჰქონდა ღვინის ინდუსტრიას აი ამ განცხადების შემდეგ, როგორც უკვე ვუთხარით მაყურებელს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თურმე ნეგატიურად მოქმედებს ამ ინდუსტრიაზე და შეიძლება ჩამოექცეს კიდევაც და თქვენ რა პასუხი გექნებათ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებაზე? პირველ რიგში დავიწყებ თვითონ ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვით და მინდა გავაკეთო აქცენტი ქართული ღვინის ღირებულებაზე, რომელიც გაგვაჩნია. ეს ღირებულება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და იწყება იმ ტერიტორიით, რომელზეც საქართველო არის განთავსებული პირველ რიგში. ჩვენი ტერიტორია არის ძალიან ღირებული ქართული ვაზის წარმოებისთვის. და ქართული ღვინა ჩვენთვის დამეთანხმებით ალბათ, რომ არ წარმოადგენს უბრალოდ პროდუქტს, რომელსაც საქართველო აწარმოებს და შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს, არამედ უდიდესი კულტურული ღირებულების მატარებელი არის და ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ, რაც შეგვიძლია რომ მსოფლიოს შევთავაზოთ დღესდღეობით. ეს მარტო ტერიტორიით არ შემოიფარგლება იმ ჯიშობრივი უნიკალურობით, რომელიც გაგვაჩნია დღეს საქართველოში და ასევე იმ დამზადების ტექნოლოგიით, რომელიც გვაქვს. ეს ქართულ ღვინოს უკიდურესად დიდ ღირებულებას აქცევს მსოფლიოსთვის. მაგრამ დღესდღეობით საქართველო არის მსოფლიოს ნიშაში განთავსებული პროდუქტი, რომელიც არის იაფფასიან საფასო ნიშაში, უმეტესწილად არის ნახევრად ტკბილი. ამ მიმართულებასთან დასაპირისპირებლად, ასე ვთქვათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე გააკეთეს კაპიტალიზება, იგივე საფრანგეთი, იტალიის მაგალითს მოვიყვან, რომლებმაც თავიანთი ტერიტორიები ადგილწარმოშობებად დაყვეს და ამით ღირებულება კიდევ უფრო გაუზარდეს, მეტი უნიკალურობა შესძინეს და დღესდღეობით ფრანგული, იტალიური ღვინოები ითვლება ძალიან ძვირფას პროდუქტად. საქართველოშიც გავაკეთეთ პრინციპში იგივე, ადგილწარმოშობებად დავყავით ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ამითი პირიქით ქართული ღვინის გაუფასურება. იმიტომ რომ ამითი ჩვენ დავიწყეთ პირიქით მასობრივი წარმოება და ამით მასობრივად გავაუფასურეთ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც დღესდღეობით საქართველოში გვაქვს. და პრაქტიკულად ურთიერთგამომრიცხავია. ჩვენი ტერიტორია საკმაოდ პატარა არის და შეუძლებელია, რომ მასობრივი პროდუქტის წარმოება შევძლოთ, რომელიც არის იაფფასიანი. ვერ გავიმეორებთ იგივე ახალი ზელანდიის მაგალითს, ვერ გავიმეორებთ იგივე ჩილეს მაგალითს, რომელთაც ძალიან დიდი ტერიტორიები აქვს და შეუძლიათ, რომ თავისუფლად აწარმოონ მასიური პროდუქტი. და ჩვენი ერთადერთი გზა და ერთადერთი ქართული ღვინის ბუნებრივი განვითარება არის მაგ მიმართულებით, რომ ბოლოს და ბოლოს გავაკეთოთ კაპიტალიზება იმ უდიდეს ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია და რომელსაც დღეს ვერ ვიყენებთ. იმიტომ რომ ბიზნესის როლია თამარ აქ, ანუ ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი კომპანია სწორედ ამ ხარისხს აკეთებს კაპიტალიზებას და არა მასიურ წარმოებაზე, რომ შემდგომ რუსეთში გაიტანოს და გაყიდოს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის და იცის, რომ დაბალი ხარისხის ღვინოც გაიყიდება ხო ამ ბაზარზე. ბიზნესის როლს როგორ ხედავთ ამ პროცესში? ამჟამად როგორც ინდუსტრია არის დაყოფილი, ხარისხიანი იშვიათი უნიკალური პროდუქტის წარმოებით ძირითადად არიან დაკავებულები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არ აწარმოებენ მასობრივ იაფფასიან პროდუქტს. ამ კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე დღესდღეობით ადგილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რუსეთში გადის ძირითადად მასიური წარმოების რაოდენობაზე დაყრდნობილი იაფფასიანი პროდუქტი. იაფფასიან პროდუქტს ტექნიკურად
მცირე და საშუალო ბიზნესი ვერც აწარმოებს და ეს ამ ბიზნესებისთვის რუსეთში ადგილი არ არის და ვერც იქნება. ამ ბიზნესებისთვის ადგილი არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ამ ბაზრების, რომ საშუალო და მცირე ბიზნესები პირიქით უფრო მეტად დავეხმაროთ და მივცეთ საშუალება, რომ განვითარდნენ ჯანმრთელად და ამ ჯანმრთელ განვითარებაში არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობაზე დაყრდნობილი ბიზნესის წარმოებას. გულისხმობ ღირებულებებზე დაყრდნობილი ბიზნესების წარმოებას, როგორც პროდუქტის ჭრილში, ასევე შიდა კულტურის ჭრილში და გარე კომუნიკაციის ჭრილში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა გაითავისონ ეს, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიები ჩამოვაყალიბოთ ჩვენ, რომელიც თვითმყოფადი და მოგებაზე ორიენტირებული იქნება. რატომ ევროკავშირი ამ შემთხვევაში ვიცით, რომ მართალია დიდი წილი და რუსეთს 77% უჭირავს მთლიან ექსპორტში, თუმცა გარკვეული წარმატებით იყიდება ეს ნიშური და მაღალი ხარისხის ღვინოები ევროკავშირის ბაზარზე. ისევ ჩემს პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რატომ ევროკავშირში და ევროკავშირში საქართველოს წევრობა რა მნიშვნელობის არის ამ შემთხვევაში ინდუსტრიისთვის, ანუ ჩამოვიქცევით თუ პირიქით ეს სტიმულის მიმცემი იქნება ბიზნესისთვის, რომ სწორედ ხარისხზე გააკეთოს აქცენტი. მე თვითონ ბევრი მიმუშავია ევროკავშირის ბაზრებზე, საერთაშორისო ბაზრებზე ბევრი მიმუშავია და ვიცი, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ, რომ იქ ქართული ღვინის ადგილი არის. დიდი ნიშა არის, რომელშიც შეგვიძლია ჩვენ რომ ბუნებრივად ვიყოთ, როგორც უნიკალური ღირებულებების მქონე ქვეყანა, რომელიც აწარმოებს უნიკალურ მაღალფასიან ძვირად ღირებულ პროდუქტს. რუსეთში დღესდღეობით მაგისი ადგილი არ არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივად განვითარდეთ და ეს ჩვენი ბუნებრივი განვითარება იქნება. ეს ხდება ამ ბოლო წლების განმავლობაში ნელ-ნელა მცირე და საშუალო ბიზნესები ვცდილობთ, რომ ფეხი მოვიკიდოთ ევროკავშირის ბაზარზე და ამისი გაგრძელების შეზღუდვა პრაქტიკულად უკანსვლა იქნება ჩვენთვის. ძალიან დიდი რეგრესი იქნება და პრაქტიკულად მსგავსი ტიპის კომპანიები გადავშენდებით, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ სხვაგან ყოფნას. კი ბატონო, და ამ ნაწილში სახელმწიფოს როლზეც რომ ვისაუბროთ, აი წელს მაგალითად 16 მილიონ ლარამდე იყო ის მარკეტინგული ბიუჯეტი, მათ შორის დიდი ნაწილი მიუხედავად კურსის ცვლილებისა, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, მიემართებოდა სწორედ ევროკავშირის ბაზაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდისკენ, ხო? აი ამ ნაწილში რამდენად ელით რომ სახელმწიფოს ექნება ამ ტიპის მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის, რომ თუნდაც სარეკლამო კამპანიებში მეტი ცნობადობის გაზრდისთვის მოყოს რესურსი. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ნამდვილად იყო ჩართული მარკეტინგული პოპულარიზაციის პროექტები ხორციელდებოდა ევროკავშირის მიმართულებით და არა მხოლოდ ევროკავშირის მიმართულებით და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს კიდევ და თუ არის შესაძლებლობა პირიქით მეტი ინვესტიციები ჩაიდოს მაგ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ხელი შეეწყოს ბიზნესს. მე არ ვიცი მომავალში გაგრძელდება თუ არა მაგის შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია პირიქით რომ ამაზე მოხდეს აქცენტის გაკეთება და მეტად გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, და ამ ბოლო პერიოდის მოვლენებსაც მინდა რომ შევეხო, საკმაოდ ისეთი ღვინის ინდუსტრიას ჰქონდა მკაფიო გზავნილები, მათ შორის ხელისუფლების მისამართით იმ მარშზე, მათ შორის თუ რატომ ირჩევს ღვინის ინდუსტრია ევროკავშირს. თქვენი სათქმელი რა არის, როგორ ეხმაურებით ამ ბოლო პერიოდის მოვლენებს და თქვენ როგორ გაიგეთ ის შინაარსი, რომელიც აქვს ხელისუფლებას, რას ნიშნავს თქვენთვის, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ გახსნის ხელისუფლება, ეს როგორ აზარალებს მათ შორის თქვენს ინდუსტრიას? როგორც აღვნიშნე, ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე უკვე და როგორც აღვნიშნე, უკიდურესად მნიშვნელოვანი არის. მე ბიზნესის ღვინის ინდუსტრიის განვითარებას ვერ ვხედავ ევროკავშირში შესვლის გარეშე და ევროკავშირისკენ მსვლელობის გარეშე. თუ ამას გავაჩერებთ, პრობლემები შეექმნება ღვინის ინდუსტრიას და კიდევ ერთხელ შეყოვდება ჩვენი განვითარება. პრაქტიკულად მე ამას აღვქვავ, როგორც რომ ჩვენი ღირებულების დაკნინების მცდელობად იმ გაგებით, რომ თუ ამას ხელოვნურად გავაჩერებთ, მაშინ პროგრესი აღარ გვექნება და პროგრესი აუცილებელი არის და წინ რომ ნაბიჯები გადავდგათ, აუცილებელი არის და ხელოვნურად ამ პროცესს ფიზიკურად ვერ გავაჩერებთ.
კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვა მექნება თქვენთან. ჩვენ მართალია სტრატეგიული პარტნიორობას ვაჩერებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის რომელიც არის ერთ-ერთი ესეთი სტრატეგიული ბაზარი ქართული ღვინისთვის და მაღალმწკიდველუნარიანი ბაზარია, მაგრამ გვაქვს ასე ვთქვათ ჩინეთთან ეს სტრატეგიული პარტნიორობა და გარკვეულ გათვლებსაც ამყარებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. მახსოვს წლების წინ, როცა ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდა ქართული ღვინო, მათ შორის მოლოდინებიც იყო, რომ ის გაიზრდებოდა ეს ბაზარი, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკა, ბოლო პერიოდის სტატისტიკა არ არის მაინდა-მაინც სახარბიელო. აი, რამდენად შესაძლებელია გათვლა ჩინეთის ბაზარზე გააკეთოს დღეს ქართულმა ღვინის ინდუსტრია? მე მქონია ჩინეთის ბაზართან ურთიერთობის გამოცდილება და ამ ეტაპზე ჩემი მოსაზრებით ძალიან რთულია რომ ეგ გათვლა გააკეთო. ჩინეთში პირველ რიგში უდიდესი ქვეყანა არის, მაგრამ ღვინისმის კულტურა დღესდღეობით დიდად არ არის განვითარებული და ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ვერ შევინარჩუნეთ სტრატეგიულად თანმიმდევრული და სტაბილური ბიზნეს ურთიერთობები ჩინელ პარტნიორებთან. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით აი ეგ თანმიმდევრული სტაბილური პარტნიორობა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის, არის შესაძლებელი. დღეს არ არის. კი ბატონო. თამარ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. თამარ მარკოზაშვილი, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.